მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვართ აჭარაბით არენაზე, სადაც ჩატარდება საქართველოს თასის მერვეთი ფინალი. დღეს დინო ბათუმი მასპინძლობს თელავს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ დასრულდება, რამდენ გოლს ვიხილავთ და თუ მოვახერხებთ ბოლოს მოვისმინოთ მატჩის შემდგომი კომენტარებიც. მანამ სანამ მატჩი დაიწყება, გეტყვით მცირე ინფორმაცია საქართველოს თასის შესახებ. საქართველოს თასი ტარდება 1990 წლიდან და მისი ერთადერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი არის დინამო თბილისი, რომელსაც 13 ჯერ აქვს მოგებული ეს თასი, საქართველოს თასი. და მინდა გითხრათ ასევე, რომ საკმაოდ საინტერესოა ამ თასის ყურება, რადგან დაბალი დივიზიონის გუნდებსაც აქვს შესაძლებლობა, რომ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ამის ნათელი მაგალითი არის 2024 წელს დინამო თბილისის სპაერის მატჩი, როდესაც სპაერმა პენალტების სერიაში დაამარცხა დინამო თბილისი და მოიპოვა და მოიგო საქართველოს თასი. დასრულდა პირველი ტაიმი, ძალიან კარგად დასრულდა, იმიტომ რომ თან გაიტანა გოლი მადრიჩენკომ და მსმენელად დაასრულა თამაში. წუთი დარჩა მატჩის დასრულებამდე, დინამომ მოახერხა და გაიტანა 2 გოლი, თუმცა მეორე გოლით მთავარმა მსაჯმა არ ჩათვალა, შესაბამისად ახლა გაგრძელდება ეროვნული ლიგა და პირველი თამაში გვექნება საკუთარ მოედანზე, მასპინძლებთ გრას. კარგი ემოციებია, ჩვენი გუნდი დასრულდა დღევანდელი მატჩი დინამოს გამარჯვებით. შევხვდებით მეოთხედფინალში, სადაც ჩვენი მეტოქე იქნება ქუთაისის ტორპედო. სულ მალე კი დაიწყება ეროვნული ლიგა, ასე რომ დროებით შევხვდებით აუცილებლად.